Ჩვენ გსურთ იყოთ დაცული. Ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. Ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. გადაცემის სპონსორია დივანი და კომპანია. შეგექმნათ პრობლემა იპოთეკართან, ბანკთან ან სხვა კრედიტორთან. იპოთეკარი გასახლებ თქვენი ბინიდან. არ გიბრუნებენ ვალს. საადვოკატო ფირმა დივანი და კომპანია. პეკინის 11 2 36 56 01. დივანი და კომპანია. დღეს ოთხშაბათია და პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე მისი წამყვანი თამარ აბრამიშვილი ვარ. შრომის კოდექსში არსებულ 9 სადაო პუნქტს პარლამენტი დღეს განიხილავს. განხილვებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ პროფკავშირები. მათი თქმით, დამატებითი ცვლილებები დასაქმებულთა წარმომადგენლებთან კონსულტაციების გარეშე მთავრობის მიერ მხოლოდ ბიზნეს ჯგუფებთან მიღებული რჩევა და რიგებების გათვალისწინებით შევიდა. რა არ მოსწონს პროფკავშირებს და გაითვალისწინეთ თუ არა საკანონმდებლო ორგანომ დამსაქმებელთა ინტერესები. ამ თემაზე დღეს ჩვენ გადაცემის სტუმრებთან HR პროფესიონალთა გილდიის ხელმძღვანელი ლილი ბიბილაიშვილთან და პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიასთან ერთად ვისაუბრებთ. სმენას შეუძლიათ დარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და დასვა შეკითხვა ასევე მოგწეროს Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? გადაცემის სპონსორია საადვოკატო ფირმა დივანი და კომპანია. პეკინის 11 2 36 56 01. დივანი და კომპანია. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და თავდაპირველად დავიწყოთ საუბარი. დღეს უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ 9 სადაო პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ღიად იყო დარჩენილი და მეორე მოსმენით დღეს განიხილავენ სესიაზე. თუმცა გავრცელდა განცხადება პროფკავშირების ბატონო გოჩი თქვენთან დავიწყებ საუბარს. გავრცელდა განცხადება, რომ პროფკავშირები არ იღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ არის მხოლოდ ბიზნეს დამსაქმებლების ამ შემთხვევაში ინტერესები გათვალისწინებული. კონკრეტულად რასთან დაკავშირებით გაქვთ შენიშვნა და რა არის ის კაბალური დავუშვათ პუნქტი შრომის კოდექსში, რომელიც თქვენი აზრით აზიანებს დასაქმებულების ინტერესებს? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგახსენებთ, რომ საერთოდ ზოგადად პროცესის მიმართ ჩვენ საკმაოდ სერიოზული ნდობა გქონდა და პატივისცემა. მაშინ როცა დაიწყო კონსულტაციები ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში, გასული წლის ნოემბრის თვეში, იუსტიციის სამინისტრო, ასე ვთქვათ, ჩართო ყველა დაინტერესებული მხარე, პროფესიული კავშირები, დამსაქმებელთა ასოციაციები, ბიზნეს ჯგუფები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კარგი ნდობა იყო, ასე ვთქვათ, კარგად მიდიოდა პროცესი. უბრალოდ რაღაც ეტაპზე, როცა გაჭიანურდა მიღება პირველი მოსმენით, შემდეგ რამდენჯერმე ცვლილება შევიდა, ამის შემდეგ ბიზნესი ამოქმედა უფრო დაფარულად, უფრო ლობისტური ჯგუფების საშუალებით. გულისხმობ იმას, რომ ეს იყო სუფთა წმინდა წყლის ლობიზმი, რომელსაც მთავრობა აყვა და ვთქვათ, ხდებოდა ბიზნეს გაუცხადებლა საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, საჯარო არ იყო ეს შეხვედრები და მაშინ როცა ვთქვათ, დასაქმებულთა წარმომადგენლებს, პროფესიულ კავშირებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს აჩვენებდა, ვთქვათ, ერთი სახის პროექტს, ცვლილებების პროექტს, რამდენიმე დღის ან რამდენიმე ერთი კვირის შემდეგ უცებ ვიგებდით, რომ ეს პროექტი შეიცვალა, მაგრამ პოსტფაქტუმ ვიგებდით, ანუ ისე კი არა, რომ ვთქვათ, აი ახლა ეს შეიცვალა და პარლამენტში ეს უნდა გავიდეს. არა, პარლამენტში მიტანილს ხედავდით უკვე, ან ზეპირსიტყვიერად გადმოცემულს და წერილობით უკვე დოკუმენტს ვეღარ ვეცნობოდით. და ეს პროცესი აი აპრილის თვიდან ძალიან აქტიურად დაიწყო და დღემდე გუშინ საღამომდე გაგრძელდა. და ამიტომ იყო ეს განცხადება ჩვენი მხრიდან, რომ ისე რა პოსტფაქტუმ რაღაცების გაგებას და ისეთი მნიშვნელოვანი მუხლების ცვლილებებს ჯობს მაშინ გამოვიდეთ რა პროცესიდან და ითქვას ნათლად, რომ დასაქმებულთა მხარე აღარ არის უკვე ამ პროცესში ჩართული, კონსულტაციები მათთან აღარ წარმოებს და ბარემ შეგვატყობინეთ ან პოსტით გამოგვიგზავნეთ, რომ ამას ვაპირებთ. ან ტელევიზიიდან გავიგეთ ბოლო-ბოლო რა პრობლემაა, ხო? ყველაზე მიუღებელი თქვენთვის რომელია დღეს, რაც დღევანდელი რედაქციით, რაზეც შეთანხმდა პარლამენტი? ყველაზე მიუღებელი რა, რომელი არღვევს თქვენი აზრით ყველაზე მეტად დასაქმებულის ინტერესებს? პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ პროექტი, რომელიც დღეს მეორე და მესამე მოსმენით კომიტეტმა მიიღო, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუ შევადარებთ იმას, რაც დღეს მოქმედებს და რაც დღეს ძალაშია. ამას წყალი არ გაუვა და ეს ასეა. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე მოსმენით რამდენიმე კვირის წინ კომიტეტმა რომ მიიღო და შემდეგ პარლამენტმა აღარ დაამტკიცა, ორი ხმა რომ დააკლდა მხოლოდ, აი ვარიანტში ძალიან ბევრი რამე გაუარესდა თქო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეხლა ეს კოდექსი უარესია ვიდრე მოქმედი.
არა, ჩვენ ვამბობთ, რომ ის რაც მეორე მოსმენით კომიტეტმა მიიღო და შემდეგ უკუქცეული იქნა და 8 მუხლის გარეშე ხელახლა მეორე მოსმენი დაამტკიცა ჯერ კომიტეტმა და მერე უკვე პარლამენტმა, აი ამ ვარიანტში შევიდა ბევრი ისეთი ცვლილება, რაც მიუღებელია. აი მაგალითად, პირველ რიგში ესახება ვადიან ხელშეკრულებების საკითხს, ხო? დაემატა მუხლი მთელი პუნქტი მე-6 მუხლში, რომელიც შეღავათებს აძლევს დამწყებ ბიზნესს, დამწყებ კომპანიებს, ეგრეთ წოდებულ სტარტაპ ბიზნესებს და მათთვის განსაკუთრებული რეჟიმი წესდება და 48 თვის განმავლობაში ასეთ კომპანიებში დამსაქმებელს შეიძლება არანაკლებ 3 თვიანი კონტრაქტი გაუფორმოს თანამშრომელს, ესეც დიდი ბრძოლის შედეგად ეს 3 თვე დაწესდა, მანამდე საერთოდ არ აპირებდნენ, უნდა ყოფილიყო ისეთივე სისტემა, როგორც დღეს არის ბევრგან, 1 თვიანი, 1 კვირიანი, 2 კვირიანი, როგორიც გაუხარდებოდა მოკლედ 48 თვის განმავლობაში, ან 4 წლის განმავლობაში, ისეთი დაედო. ეხლა გასაგებია ჩვენთვის, რომ ხელი უნდა შეუწყოთ, თქვათ, სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესის წახალისება უნდა მოხდეს, მაგრამ ბიზნესის წახალისება არც ერთ ქვეყანაში შრომის კოდექსით არ ხდება. ანუ გულისხმობ რაღაც შეღავათები შრომის კოდექსში, არა, ეს საგადასახადო შეღავათებით ხდება და სახელმწიფო უკეთებს ამ შეღავათებს, ან საბაჟო შეღავათებს, ასე ვთქვათ, გადასახადზე შეღავათებს და არა ადამიანების უფლებების ხარჯზე. აი ეს უკვე ყველაზე მეუღებელი გადაცემის დასაწყისში საუბრობდა, რომ ამ კოდექსმა დაანონსებულმა ცვლილებებმა უკუ შედეგი გამოიღო გარკვეულწილად. თქვენ საუბრობთ, კანტონელი, რას გულისხმობდით და რამდენად იქნა თქვენი ინტერესები გათვალისწინებული, ის მოთხოვნები, რასაც თქვენ აყენებდით? დიდი მადლობა მოწვევისთვის. პრობლემა ძირითადად მაინც იყო იმაში, რომ თავიდან იყო ზუსტად ეს მე-6 მუხლი, რომელზეც საუბრობდა ბატონი გოჩა, იყო ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებით ესეთი მიღება, რომ ერთი ვარიანტი იყო ხელშეკრულებისა, რომ შესრულებული სამუშაოს პროექტების მიხედვით, ანუ და მეორე იყო გრძელვადიანი უვადო. რაც ნამდვილად პრობლემას ქმნიდა ორგანიზაციაში, ვინაიდან თავისთავად ცხადია ეს დამსაქმებლისთვის იყო საფრთხე იმისა, რომ შეიძლება და აიყვანა არც თუ მაინც და მაინც კარგი თანამშრომელი, შეუფერებელი, ნაკლებად შესაფერისი, ან შემდგომი განვითარების ეტაპზე, ორგანიზაციის განვითარების ეტაპზე მას იგივე რაღაცა უნარები ვერ გამოემუშავებდნენ, რაც უქმნიდა პრობლემას და ამისი პრევენციად რაღაცა პერიოდში მოხდა ის, რომ ორგანიზაციათა ნაწილმა შეამცირა კადრები და მოემზადნენ იმისთვის, რომ აუთსორსინგზე გაეტანათ, ანუ რაღაცა სამუშაოები, ანუ ეს ნიშნავს, რომ გარედან კომპანიები დაიქირავებინათ და გარკვეული სამუშაოები შეესრულებინებიან. ეს თავისთავად ცხადია ძალიან აუარესებდა დასაქმებულის მდგომარეობას, ვინაიდან შემცირება მოხდა გარკვეულ კომპანიებში. ამას მოყვა ასევე ნაწილობრივ ხელფასების შემცირება, რომელიც ებმის ზეგანაკვეთურ სამუშაოებს მინდა გითხრათ, ეს სხვა თემაა. მაგრამ ეს აუარესებდა დასაქმებულის მდგომარეობას იმ კუთხით ზუსტად, რომელსაც გადიოდა აუთსორსინგზე რაღაცა სამუშაოების შესრულება, აუთსორსინგი არ ავალდებულებს არანაირად დამსაქმებელს, რომ გადაუხადოს, თქვათ, იგივე დაზღვევა, კვების, თქვათ, ბიულეტინის შვებულება და ასე შემდეგ, რაც ბევრად აუარესებდა დასაქმებულის მდგომარეობას და ის იგივე ვადიანი ხდებოდა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მოკლე ვადიანი ხელშეკრულებები იდებოდა ამ შემთხვევაში. ეს ბევრად უკეთესია, როდესაც თქვათ შემოვიდა რაღაცა გარკვეული ვადა და შესაძლებლობა ეძლევა დამსაქმებელს, რომ თქვათ არჩევანი გააკეთოს ამ 3 ასე ვთქვათ ვარიანტიდან. თუმცა პროფკავშირების წარმომადგენლები რამდენად გეთანხმებიან ამაზე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ სარეკლამო ჭრა გადაცემაში და დაუბრუნდებით და ვისაუბრებთ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მსმენელს შევახსენებ, რომ მას შეუძლია დარიგოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 დასვა შეკითხვა და ასევე მოგწეროს რადიო იმედის კანონის Facebook გვერდზე კანონი რადიო იმედი. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. გადაცემის სპონსორია საადვოკატო ფირმა დივანი და კომპანია. პეკინის 11 2 36 56 01. დივანი და კომპანია. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები არიან HR პროფესიონალთა გილდიის ხელმძღვანელი ბიბილაიშვილი და პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია. და ბატონ გოჩა, ჩვენ საუბრობდით ბიზნესმა დაიწყო თავდაცვა, ქალბატონმა ლილიმ თქვა გარკვეულწილად და დაიწყო კადრების გაშვება სამსახურიდან გარეშე, კადრების მოზიდვა, რომ ქონოდა ნაკლები პასუხისმგებლობა აღებული მათ წინაშე. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას და რამდენად არის ის არგუმენტი თქვენთვის მისაღები, რომ ბიზნესი გაკოტრდება, ბიზნესი შეექმნება პრობლემა, ეს გამოიწვევს უმუშევრობის რაოდენობის გაზრდას იმ შემთხვევაში, თუ მათი ინტერესი არ იქნა გათვალისწინებული შრომის კოდექსში.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს ისეთი პროცესია, კანონშემოქმედებითი პროცესი, რომ ჩვენ ხვდებით, რომ ეს არ იქნება ესეთი ორმხრივად ყველასთვის რაღაცა 100% დამაკმაყოფილებელი შედეგის მომცემი. რა თქმა უნდა, ზოგს ჩვენ დავთმობ, ზოგს ბიზნესი დათმობს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტნაკლებად სადღაც ახლოს ვიყავით ჩვენ კონსენსუსთან, ბალანსთან ახლოს ვიყავით. და ნუ მე ეს დაიწყო ეს გადახრები, ეს ლობისტური ჯგუფების ჩართვები და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება თვითონ თემას რო დაუბრუნდეთ, მე პირადად ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ მსხვილ კომპანიაში პროფკავშირული ორგანიზაციები და მე არ მსმენია რომ რაღაც პრევენციული გათავისუფლებები მოხდარიყო. თუმცა მე მსმენია ჭორის სახით, მაგრამ მე პირადად ასეთი მაგალითები ჩვენ სფეროში არ ვიცი. არც მსხვილ და არც მეტნაკლებად ასე თქვა მსხვილ კომპანიებში. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ძალიან დიდი ასე თქვა გაწევრიანების დონე მცირე კომპანიებში. ეს სიმართლეა, მაგრამ იქ სადაც ჩვენ გვყავს წევრობა, ასეთი რამე ჯერ არ შეგვიმჩნევია. რაზე დაყრდნობით რა თქმა უნდა, ეს ღიად ესე აშკარად არ გაკეთებულა, სხვადასხვა საფუძვლით მოხდა ეს შემცირებები თანამშრომლების, ეს იყო პრევენციული ღონისძიება, რომ წინ სწრებით, ასე ვთქვათ, დახვედრონ იმ პრობლემას, რომელიც ვთქვათ, შესაძლოა დამდგარიყო მათ წინაშე. ეხლა რაც შეეხება დღესდღეობით ის მუხლი, რომელიც დაემატა და ამას ვითხოვდით ჩვენ, მინდა გითხრათ, ჩვენი ორგანიზაცია ზუსტად, რომ ყოფილიყო ვადიანი ხელშეკრულებაც დამატებული, ყოფილიყო ის ორი, ვთქვათ, ერთი მიბმული სამუშაო შესრულებაზე, მეორე და უშუალოდ გრძელვადიანი, კი ბატონო, ვისაც უნდა ესე აიყვანოს თანამშრომელი და ვითხოვეთ, რომ ყოფილიყო აუცილებლად ვადიანი, თუნდაც მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება. მაშინვე არა, მაგრამ შემდგომ ეს იყო გათვალისწინებული ზუსტად მაისის თვეში მოხდა, რომ ჩემთვის მოულოდნელადაც მინდა გითხრათ, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, რომ პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ვადიანი ხელშეკრულებაც ყოფილიყო, თქვათ, აი ამ სისტემაში. კავშირებისთვის მიუღებელი, ხო? არა, საქმე რა არის იცით, მოდი ესე ვთქვათ, გავხსნათ ფრჩხილები რა. ბიზნეს 7 წლის განმავლობაში ქონდა საშუალება სამსახურიდან ადამიანები დაეთხოვა ნებისმიერ დროს ახსნა-განმარტების გარეშე. ამას ეძახდნენ ესე ეგრეთ წოდებული 37D მოშლის მუხლი, კონტრაქტის მოშლის მუხლი, ხო? ეს მუხლი ამოვიდა და ეს არის ღერძი, ეს იყო ღერძი და რჩება დღეს მოქმედ კანონმდებლობაში ადამიანების დისკრიმინაციისა სამუშაო ადგილზე. აი ბიზნესს უნდა ამის დაბრუნება. ამის დაბრუნებას რახან ვერ ახერხებენ, ამიტომ უტრიალებენ ამ მუხლს და როგორ შეიძლება რაღაცა მსგავსი მიიღონ. ანუ ამისი ყველაზე კარგი საშუალება, შემდგომი ყველაზე ახლო მდგომი საშუალება არის ვადიანი ხელშეკრულებები. ეს რას ნიშნავს, რომ ვადა როცა ეწურება ადამიანს სამსახურში ყოფნისა, კონტრაქტისა, მას ახსნა-განმარტება არ ჭირდება, ისე გაუშვებს სამსახურიდან. ანუ ბიზნესს უნდა შეიძინოს ისეთი უფლება, როცა კადრებს ადვილად გაუშვებს, ადვილად დაიქირავებს. და ამიტომ არის რომ ეს ვადიანი ხელშეკრულებების თემა იქცა ეს აჯილდაო ქვად. ჩვენ ამიტომ მოვითხოვეთ რომ კი ბატონო თუ იქნება ვადიანი კონტრაქტების თემა შემოტანილი, ისედაც არის, განა არ არის. უბრალოდ მიზეზი ჭირდება დამსაქმებელს, რომ დაამტკიცოს თუ რატო უდებს ამ ადამიანს ერთთვიან, სამთვიანს თუ საერთოდ ვადიან ხელშეკრულებას. მეტი არაფერი. თუ ის ამას დაადასტურებს ობიექტურად, შეუძლია ერთდღიანი ხელშეკრულებას დადოს ამ ცვლილებების მიხედვით, მაგრამ უნდა დაასაბუთოს. აი ბიზნეს ეს არ უნდა რომ დასაბუთების ტვირთი გაუჩნდეს. და როცა შემოიტანეს აი ეს გრძელვადიანი კონტრაქტების თემა, ჩვენ თვით კი ბატონო, თუ ერთ წელზე ნაკლები არ იქნება ეს და რამდენჯერმე დაიდება და დაამტკიცებს ადამიანი თავისი შრომით, ერთგულებით კომპანიის მიმართ, შრომის მოყვარეობით და კვალიფიკაციით, რომ 4 წელი, 3 წელი იმუშავა, მას რატო უნდა ყავდეთ ის მუდმივად ვადიან ხელშეკრულებაზე, თუნდაც გრძელვადიანზე, ხო? იყოს მისთვის არა მუდმივი, არამედ როგორც ინგლისურად იტყვიან open-ended, ანუ განუსაზღვრელვადიანი. განუსაზღვრელვადიანი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ვერ გაუშვებს სამსახურიდან. რა პრობლემას კი? ბოდიში დავასრულებ და თუ ლოთია, თუ კვალიფიკაცია არ უარდა, თუ ვერ გაიზარდა როგორც კადრი, თუ შრომის ნაყოფიერება დაბალი აქვს, ამას მიზეზად დაწერს დამსაქმებელი და გაუშვებს. რა პრობლემაა, მაგრამ ბიზნესს არ უნდა ეს, იმიტომ რომ მე ეს შეიძლება სასამართლოში განხილვის საგანი გახდეს და უნდა რომ აარიდოს ამასთავი. ჩვენ გვესმის, მაგრამ ეს უსამართლო იქნებოდა ასე რომ არ იყოს. ანუ მე ვერ ხედავ აქ პრობლემას, როდესაც რამდენიმე წლის მერე ნამდვილად შეუძლია აიყვანოს და ვეთანხმები ბატონ გოჩას, რომ ესეც არის ახლა განხილვის ერთ-ერთი საკითხი, რომ თქვათ 4 წლიანი აი ესეთი თქვათ ვადიანი ხელშეკრულების შემდეგ გადავიდეს ეს გრძელვადიანზე. დამირწმუნეთ რა, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ნორმალური ასე ვთქვათ განვითარებაზე და პერსპექტივაზე კენიმავალი კომპანია არ უშვებს კარგ თანამშრომელს, ნუ ხა იქ არის გამონაკისები. უნდა ვიყოთ და ეს არ არის საკანონმდებლო. ამ შემთხვევაში კანონში იწერება ზუსტად, რომ თუ 4ჯერ, ანუ 58 თვის შემდგომ უკვე ვადიანი ხელშეკრულება აღარ იდება, გადადის ის გრძელვადიანში, რომელიც უნდა მიიღონ პრინციპში დღეს თუ მიიღეს. ანუ ეს ნამდვილად მისაღებია, ვიდრე ის რომ თქვა ახალაყვანილი
შეიძლება დაევალდებულებინა კოდექსში, რომ მაშინვე ძელვადიანზე გადასულიყო, რაც რისკი შემცვლელი იყო. ით რა, ევროპაში ნამდვილად არის თქვათ რაღაც ესეთი პუნქტები და ესეთი საკითხები, მაგრამ იქაც არის რაღაც საკითხები, რომელიც თქვათ გათვალისწინებულია და ითვალისწინებს თქვათ დამსაქმებლის ინტერესებს, ბუნებრივია. ჩვენც ვეთანხმებით, ხედავთ, რომ ჩვენც არ ვართ განწყობილი ასახისტებით, ავხდებით, ვითვალისწინებთ, რაც პრობლემა შეიძლება პრობლემას ვხედავთ 4 წლის მერე, თქვათ, რატომ არ უნდა გაუკეთოს, თქვათ, გადაიყვანოს დამსაქმებელმა გრძელვადიანში. მე მგონი ეს მისაღები უნდა იყოს დამსაქმებელთვის სავსებით. თქვენ რა რისკს ხედავთ, ბატონო გოჩა, რომ ჩაერთოთ, ან თქვენ რა რისკი შეიძლება იყოს 4 წლის შემდეგ? უყურეთ საქმე რა არის, იცით? აქ საუბარია კაპიტალისა და შრომის დაპირისპირებაზე კი არა, თანაცხოვრებაზე. მოდი ასე ვთქვათ, ხო? ეს არის ამის მთელი ამბავი. კაპიტალს უნდა მეტი ფული იშოვოს, შრომელს უნდა რომ მეტი ხელფასი მიიღოს. და აქ ბუნებრივად წარმოიქმნება ხოლმე ეს დაპირისპირება. არა კლასობრივი ბრძოლა, უბრალოდ ინტერესთა დაპირისპირება კონფლიქტია ჩვეულებრივი. ხო? ამდენად ჩვენ ვცდილობთ რომ მუშას დასაქმებულს, ინტელიგენტს თუნდაც ნებისმიერს და დასაქმებული სტატუსი აქვს, შეეძლოს დამსაქმებელთან დროთა განმავლობაში წლები გადის რა, გაიუმჯობესოს შრომის პირობები. ანუ ინფლაცია იყო ეს თქვათ, სხვა რამე იყო, მისი კვალიფიკაცია გაიზარდა თუ ასე შემდეგ, ხო? მოითხოვოს მეტი, თუ კომპანიას მეტი შეუძლია. თუ კომპანია განვითარდა, მისი წვლილი ამ განვითარებაში კომპანიის ასე თქვათ, კეთილდღეობის გაზრდაში იყო, ხო? მანამ წილის შესაბამისად რაღაცა გაუმჯობესება მიიღოს. აი ამ მოლაპარაკების პროცესში, როცა ბიზნეს ამაზე ელაპარაკება დასაქმებული, დიდ რისკებს შეიცავს. იმიტომ რომ ბიზნესი ყოველთვის ღიზიანდება, მას არ უყვარს, როცა მას აწუხებენ დამატებითი კითხვებით, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ან შრომის პირობების გაუმჯობესებით და აი ხედავ ჩვენ საფრთხეს, რომ ბიზნესმენს დასაქმებელს არ უნდა შეეძლოს ხელაღებით უმიზესოდ გაუშვას ადამიანი, უნდა დაუჯდეს და მოელაპარაკოს და ერთ-ერთი მსხვილი ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანსაც ვაფასებთ და შესული არის ამ იმაში ცვლილებების პაკეტში, ეს არის კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება, ანუ სოციალური დიალოგის და პარტნიორობის გაუმჯობესება, რომ ბიზნესი აწი ვალდებული იქნება, ისე როგორც ამას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 98 კონვენცია ამბობს, ვალდებული იქნება დაუჯდეს დასაქმებულთა გაერთიანებას და ელაპარაკოს შრომის პირობების გაუმჯობესებაზე. ვალდებული არ იქნება ხელი რამეზე მოაწეროს, გინდა თუ არა, მაგრამ მოლაპარაკება უნდა გამართოს. და ამ მოლაპარაკების პროცესში ამას ახლავს რა რისკი დასაქმებულისთვის და მისი აქტიურობა, შრომითი აქტიურობა ხშირად შეიძლება დამთავრდეს სამსახურიდან გაგდებით. აი ჩვენ აქ გვინდა დავიცვათ ადამიანი, რომ მან გაიუმჯობესოს თავისი შრომისი პირობები და უფრო უსაფრთხო გახაზოს შრომა, მაგრამ მეორე რიგში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესიც უნდა განვითარდეს, მაგრამ სოციალური დიალოგი უნდა წახალისდეს. არ ჭირდება დაცვა? აი რაზეც ბატონო რაღაცა ნაწილში რა თქმა უნდა ჭირდება. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, ჩვენ ვილაპარაკეთ შესვენების დროს, რეკლამის დროს რა. სანამ არ იქნება ეკონომიკური ზრდა და განვითარება ქვეყნის და რეალური კონკურენცია არ შეიქმნება ბაზარზე, არანაირი შრომის კოდექსი არ იმუშავებს კარგად და ზუსტად. ვინაიდან ოდესაც იცის დასაქმებულმა, რომ ვინ იცობა სამსახურიდან რომ გაუშვას, მას არანაირი დაცვა არ აქვს, თქვათ გარეთ, ის ვერ იშოვის სამუშაო ადგილს, ის რა თქმა უნდა შეეცდება ნაკლები პრობლემა შეუქმნას და ნაკლებად ბრჭყალებში რომ თქვათ შეეჭხიროს თვალებში დამსაქმებელს. რომ რისკი იმისა, რომ თქვათ დარჩება ულუკმაპურო ძალიან მაღალია. ამიტომ პირველ რიგში მაინც ეს არის მეორე პრობლემა, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულია, ეს არის მენეჯმენტის პრობლემა მართვის დროს. მინდა გითხრათ, თორე ეხა იცით რა, როდესაც კარგად აწყობილი სისტემაა და მენეჯმენტი კარგად მუშაობს. არის 37 მუხლში პუნქტები, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ თქვათ აი ზუსტად დარეგულირდეს ეს საკითხები, ანუ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, თქვათ შესაძლებელია კადრი იყოს დათხოვნილი სამსახურიდან. თუ ეს კარგად ექნება აწყობილი სისტემა, ანუ мотиваციის სისტემა კარგად აქვს ორგანიზაციას აწყობილი აქვს შეფასების სისტემა, სახელმწიფო სისტემა მიბმული შეფასებაზე და ასე შემდეგ, მე ძალიან მეჭვება, რომ რომელიმე მსხვილი და კარგი მენეჯმენტის მქონე კომპანიას ეშინოდეს რამენაირმე რამდენად დიდია პროცენტული მაჩვენებელი. ძალიან მცირეა და პრობლემა ეს არის ზუსტად, რომ საშუალო და მცირე ბიზნესში ზუსტად ეს სისტემები და მენეჯმენტი ძალიან ცუდად არის, მინდა გითხრათ აწყობილი. ისინი ძირითადად მაინც მუშაობენ გაყიდვებზე, რაღაცა თქვათ მომსახურება იქნება თუ პროდუქტის და რომელიც იყიდება, იმიტომ რომ კონკურენცია არ არის, ნებისმიერი ხარისხის პროდუქცია იყიდება, ეს მომსახურება იქნება თუ პროდუქტი მართლა თქვენც რომ იყოთ, გაქვთ არჩევანი, როცა რაღაცა არ მოგწონს, მე არ მაქვს არჩევანი, სად წავიდე თქვათ, ხო? რაღაც არის ბაზარზე, იმას ვყიდულობ და რახან ეს ყველაფერი იყიდება, მენეჯმენტს არც აქვს იმის ვალდებულება და სურვილიც არ აქვს, მოდი თქვა და მე მესმის მათი. რატო დახარჯოს იმაში ფული, რაც ისედაც იყიდება, ხო? ამიტომ არც მუშის და თანამშრომლის განვითარებაზე ფიქრობს და არც პროდუქციის ხარისხის განვითარებაზე. ანუ ძალიან ბევრი რამე ერთმანეთზე გადაჯაჭვული და სახელმწიფოს როლი უნდა იყოს უფრო მაღალი, თქვა
ვთქვათ, იმასთან მიმართებაში, რომ რეალური კონკურენცია და ეკონომიკის განვითარებაზე აქ ლაპარაკი, თუმცა ბიზნესის გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება და კვერცხის და ქათმის პრობლემას ვაწყდებით აქ. ამიტომ ცოტათი შეღავათები ის რასაც ითხოვენ და მე ვთვლი რომ არ არის ეს პრობლემური არ არის ეს პრობლემური რომ თქვა უნდა იყოს გავატოლილი მთავარი წამახალისებელი ფესორად აღნიშნეთ კონკურენციის სახალისება საგადასახადო კოდექსის წესრიგში მოყვანა რომ შრომის კოდექსი არ იძლევა იმის აუცილებლობას და ეს არ არის თქვა ისეთი გარანტია იმისა რომ დამსაქმებული კარგად იქნება კიდევ მეორე მე როცა ვიცი რომ სამსახურს დავკარგავ სამუშაოს ვერ ვიშოვი მოვითმენ იმ პირობებს რომელიც მაქვს სამსახურში არც ხელფასის მომატებას მოვიწყო ეხლა თუ გიშოვენ სამსახურიდან და ასე შემდეგ არა მძიმე მრეწველობაში აი ზესტაფონში ჭიათურაში ეხლა იქ არ არის ისე რომ კადრი მაგათ მაღაროებს ვერ მოიყვანს თბილისიდან ვერ ჩაიყვანს ბათუმიდან ტყიბულში არის ერთადერთი ქალაქ წარმოქმნელი საწარმო ეს ტყიბულის შახტა ასევეა ზესტაფონში ის მეტალურგიული და იმ ხალხმა იცის ზუსტად რომ მათნაირ სპეციალისტს მათნაირ გამოცდილების მქონე ხალხს ვერ ნახავს დამსაქმებელი და გამოდიან და ძალიან ხშირად ხედავ ჩვენი მოთხოვნებს გაფიცვებსაც კი სამწუხაროდ არ არის ჩვენი თვითმიზანი გაფიცვა მაგრამ როცა დიალოგის ასე ვთქვათ სწორედ იმიტომ რომ კონკურენცია არის ზუსტად მაგიტომ იმათ აქვთ უფლება სადგი ნახია თქვენ მაღაზიის გამყიდველები და კონსულტანტები გამოსულის გაფიცვის თუმცა მოდი აი რომ ჩაუბრუნდე ზესტაფონის ამბავს ხო გაფიცვა როცა დაიწყო ეს ხო თითქოს კონკურენცია არ არის მაგრამ დამსაქმებელმა გამოაცხადა რომ მეო ეხლა შტრაიკბრეხერებს მოვიყვანო და წავალ და ქუთაისიდან ჩამოვიყვან კრანის ამ წეს მემანქანეებს მდნობელებს და ასე დაიწყო ძებნა მთელი საქართველოს მასშტაბით ანუ დიალოგზე თავის არიდება უნდა და პრობლემის არ დანახვა უბრალოდ ჩაშლა იმ სოციალური დიალოგის მოთხოვნისა აქციის ფორმით და ამისი გაუბრალოება, მაგრამ არ გამოუვიდა. აი აქ დაგვეხმარა ჩვენ საერთაშორისო კანონმდებლობა და ის მცირე რაღაცეები, რაც კანონში ჯერ კიდევ არის ამ მოქმედშიც, კოლექტიური მოლაპარაკებების გარანტირება, ასე ვთქვათ, უფლების გარანტირებასთან დაკავშირებით. თუ ესე მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ეს არის გადაწყვეტის გზა, არა, რა თქმა უნდა, შრომის ბაზარზე თუ 5%-ზე ნაკლები არ არის უმუშევრობა, კონკურენცია შრომის ბაზარზე არ არის. 35%-ია. ხო, ეხლა ჩვენთან რამდენია გასაგებია, მაგრამ მე მაგას გეთანხმებით აბსოლუტურად. მე უბრალოდ მინდა კიდე სხვა საკითხები რო არ გამოგჩეს, აი მაგრამ რას არ ვეთანხმებით კიდე. შემოაქვს სხვადასხვანაირი სამუშაო დრო სხვადასხვა კატეგორიის დასაქმებულებისთვის, ხო? იყო რომ თავიდან პირველ დრაფტშიც და შემდგომ პროექტშიც რომ 40 საათი იქნებოდა ზოგადად ქვეყანაში სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდებოდა უკვე დასაქმებულსა და დამსაქმებელ შორის შეთანხმებით, ოღონდ ზეგანაკვეთური ტარიფით. და ეს იყო კარგი შეთანხმება. შეიძლება ითქვას, სრულად აკმაყოფილებს ევროპის სოციალურ ქარტიას და კარგი შეთანხმება, მაგრამ უცებ გამოჩნდა რაღაცა ჯგუფი ბიზნესმენებისა, რომლებსაც დღემდე ვერ აუხსნიათ, ვერ ჩვენთვის და მინდა გითხრათ, ვერ თავრობისთვის. რატომ უნდა იყოს რაღაც გარკვეული სპეციფიური რეჟიმის მქონე საწარმოებში 48 საათი ნორმირებული სამუშაო კვირა. ვერ აუხსნიათ. არა, ერთ ვიტყვი რა, აი ბოდიში გავადნოლი. საუბარია იმაზე, რომ იქო შეუძლებელია, რომ 8 საათიანი სამუშაო დღე იყოს დაცულიო. თუ გასაგებია 10 საათიანიც შეიძლება შეუძლებელი იყოს 12 საათიანიც, მაგრამ ეს რატომაა ზეგანაკვეთურთან მიბმული? ზეგანაკვეთური არის ის, რაც ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას უკავშირდება, მის ცხოვრებას, სოციალურ აქტიურობას, კულტურულ აქტიურობას, ხო? რომ შეიზღუდოს სამუშაო დრო, გონივრულად რომ ადამიანს ცხოვრების საშუალება დარჩეს. ფიზიკურად არ გამოიფიტოს და რა შუაშია ეს? აი დღემდე ეს ბმამე ვერავინ ვერ დამანახა და მიდრაგითად თავრობასაც ვერ დაანახა ვერავინ, უბრალოდ ბიზნესმენთა რაღაც ჯგუფის მოთხოვნაა ეს, ის რომ ფული არ გადაიხადონ ზერმეტი ზეგანაკვეთურში. რატო შევიდა ქალბატონ ვიქტორია? არა, მე ქალბატონ ლილი მოითხოვა. ამ შემთხვევაში ორგანიზაციას წარმოადგენს და ბიზნესი. ნამდვილად ეს მოთხოვნა ჩვენ არ გქონია 48 საათზე გადასვლა, უბრალოდ ჩვენ მაშინ ვითხოვდით, რომ თავიდან იყო რომ 48 საათის ზემოთ უნდა ყოფილიყო ანაზღაურება. ჩვენი მოთხოვნა იყო რომ ყოფილიყო კვოტა რაღაცა 48 საათი, რამდენი შეიძლება ყოფილიყო თქვათ კვირის რამდენ მონაკვეთზე შეიძლება ყოფილიყო 48 საათიანი სულ თუ თქვათ შეიძლება და თქვათ რაღაცა შეზღუდვა რომ აი ამდენი საათზე მეტი არ შეიძლება იყოს ანაზღაურების გარეშე. შემდგომ იყო რომ 40 საათიანი დააწესეს ასე ვთქვათ და პრობლემები წამოვიდა იმ კომპანიებში სადაც 6 დღიანი სამუშაო დღე არის აუცილებელი თავის სპეციფიკიდან გამომდინარე. რაც ნამდვილად ურთულებდა ასე ვთქვათ პრობლემას უქმნიდა დამსაქმებელს მას ჭირდებოდა მაშინ ახალი კადრის აყვანა, რაც აძვირებდა პროდუქტს და თავისთავად ცხადია ეს ქმნიდა პრობლემებს. ეხლა რაც მე არ მომწონს აი ამასთან დაკავშირებით ის არის რომ მთავრობა განსაზღვრავს რომელ დარგებში იქნება ეს 48 საათი. ალბათ უპრიანია რომ თუ მაინც და მაინც ამის აუცილებლობა არის, ჯობდა ალბათ რომ ყოფილიყო ისევ და ისევ ჩადებული შრომის კოდექსში და კანონს განესაზღვრა რა დარგებია და რატომ არის თქვა აუცილებელი რომ აი ამ დარგებში იყოს 48 საათი. დისკრიმინაციის ელემენტი მაინც შემოდის აქ რომ
იმიტომ რომ ვიღაცა რომელიც მუშაობს დაუშვათ, ტელევიზიაში, იმას აქვს 40 საათიანი და ვიღაცა რომელიც მუშაობს თქვა სადღაც სხვა კომპანიაში, იმას აქვს 48 საათიანი. რკინიგზაში მაგალითად, რკინიგზა იყო ხშირად მოტანილი როგორც მაგალითი გახსნილების. პრობლემას ნამდვილად შექმნის დისკრიმინაციას. მაშინ ძალიან უნდა იყოს დასაბუთებული და ის 8 საათი განსხვავება ალბათ ხელფასში უნდა აისახოს, თქვა იგივე ტარიფებში, თქვა რაღაცას, არ ვიცი ხა მას როგორ გააკეთებს თავრობა და რა სისტემა შემოიღებენ. ჩვენი საეთერო დრო იწურება და Facebook-ის გამოკითხვის შედეგებს გაგაცნობთ, შრომითი კოდექსი უვადო ხელშეკრულებების მოხლის ამოღებაზე მსჯელობასთან დაკავშირებით რა ვადით უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება და გამოკითხულთა უმეტესობა თulis რომ უნდა იყოს უვადო. შემდეგ მეორე ადგილზე რომ 2 წლით უნდა გაფორმდეს და მხოლოდ 7 მომხმარებელი Facebook-ის აძლევს ხმას რომ უნდა იყოს 1 წლით ეს ხელშეკრულება გაფორმებული და ასევე ერთი შეკითხვა მოგწერეს რომ ქალის დეკრეტული შვებულებასთან დაკავშირებით რა ცვლილებებია შედის. ანუ ამ შემთხვევაში მას დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით აინტერესებს რისი უფლება აქვს, რა შეიძლება მოითხოვოს ამ ადამიანმა. ეხლა ამ წუთას თუ მე მეკითხებით, ხო, ამ წუთას არაფერი კონკრეტული ამ კუთხით, ვადასთან დაკავშირებით ან ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით, დეკრეტული შვებულებისა არ შედის კოდექსში. თუმცა ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა ბატონო. იყო, თუმცა ხდებოდა ადამიანების გათავისუფლება სამსახურში. ჩვენი ერთ-ერთი ჩვენ მზად ვიყავით და მომზადებულიც ვიყავით ჩვენი იურისტებით, რომ ნოემბრის თვეში როცა კონსულტაციები დაიწყო ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ საკითხზეც გაგვეხსნა დისკუსია, მაგრამ მთავრობამ თქვა, რომ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი და თუ ჩვენ გვინდა, თქვა, რა მოკლე ხანში ყველაზე მთავარი ცვლილებები შევიტანოთ, მოდი ეს საკითხი გადავდოთ შემდგომ ეტაპად. ისე როგორც შრომის უსაფრთხოების საკითხი, სხვადასხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი, ასევე გადადებულია შემდგომი ეტაპისთვის. და პრინციპში ჩვენ დავეთანხმეთ და პროცესმა დაადასტურა, რომ მართლაც ასეა. ჩვენ რო ეგ თემა გაგვეხსნა კიდე ცალკე, იმხელა სიღრმეებია, შიგნით შეიძლება 9 თვე ამაზე ვჯელოს. წარმოგიდგენიათ, სანამდე გადაიწევდა დისკუსია არა და ის საშინელება, რაც დღეს მოქმედებს, დროულადაა შესაძლებელი. აი ეს არის და ერთი მცირე ცვლილება არის მაინც შეტანილი და ამას ვაფასებთ ასევე მთავრობის მხრიდან და ქალბატონებმა უნდა იცოდნენ, ამაზე ხშირად არ საუბრობენ, არა და ეს ცვლილება იქ არის. აქამდე თუ ქალბატონის გათავისუფლება დამსაქმებელს არ შეეძლო მხოლოდ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში, ეხლა არ შეიძლება ასევე ფეხმძიმობის გამჟღავნების, ანუ დადასტურების მომენტიდან. ამას როგორ დაადასტურებს, რა თქმა უნდა, ცნობით და ოფიციალური, ასე ვთქვათ, საბუთით და აი იმ მომენტიდან ქალბატონი დაცულია სამსახურიდან დათხოვნის. ქალბატონი, თქვენ HR-და გილდიას წარმოადგენთ ამ შემთხვევაში და რამდენად დიდი იყო პრობლემა? ანუ დღეს მოქმედი შრომის კოდექსით რამდენად დიდია ეს პრობლემა, რომ ორსული ქალბატონების გათავისუფლება ხდებოდა სამსახურიდან და რამდენად დაცულები არიან ისინი და თქვენ ორი აი ახლა ძველი ახლა დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით ფაქტიურად არანაირი დაცვა არავის არ აქვს არც ფეხმძიმეს და არც თქვათ ალბათ ყოფ ადამიანს და თუ კეთილი ნება არ იყო მენეჯმენტის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს გათვალისწინებული არ იყო, იმიტომ რომ კოდექსი არ აძლევდა იმის ვალდებულება არ ქონდა, რომ თქვათ რაღაცა დაეწყო. ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მეორე ეტაპი ალბათ იქნება ისევ ჯანდაცვისა და შრომის, ასე ვთქვათ, სამინისტროსთან ერთად, რომელიც განიხილავს იმ საკითხებს, თქვათ, იგივე ვადასთან დაკავშირებით, ორსულებთან დაკავშირებით და ანაზღაურებს და სხვადასხვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და პირდაპირ ურტყავს მინდა გითხრათ დემოგრაფიულ საკითხებს, რომელიც ქვეყანაში არის. პრინციპში უმეტესობად მაინც ქალები უფრო შეუძლობენ სამსახურს ვიდრე მამაკაცები. ბიზნეს არ ურტყავს არანაირად თუ გაიზრდება ანაზღაურება დეკრეტული, იმიტომ რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდება ეს სახელმწიფო ანაზღაურება არ ეხება და ბიზნეს არანაირ ერთი მინდა დავამატო უვადოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემა მოდის ხოლმე, როდესაც უვადოზეა ლაპარაკი, როცა ადამიანმა იცის რომ უვადო ექნება მას ხელშეკრულება, ეს უკვე ქვეცნობის დონეზე დადის მისი განვითარების, თვითგანვითარების და წინსვლის, ასე ვთქვათ, სწრაფვა იკლებს, სტიმული ნაკლები აქვს ხოლმე, ესეც იყო მოხსენებული, მინდა გითხრათ, ერთ-ერთ პრობლემა. სტიმული იყო წამახული ჯოხი, რომელსაც ცხენს ან ვირს ურჭობდნენ ფერჩი. ისე რომ მოდი მარტო სტიმულზე ნუ ვილაპარაკებთ, ჩვენ რა სტიმულების სხვა რამე შეიძლება იყოს, თუ ადამიანური მიდგომით შეიძლება უფრო სხვა აბსოლუტურად, მაგრამ უვადო ხელშეკრულება ნამდვილად ქმნიდა პრობლემას და აქედან გამომდინარე, რახან ამაზე წამოვიდა მთავრობა, რომ ეს ცვლილება შეიტანეს და არჩევანი აქვს იმ დამსაქმებლოს, თქვათ, და მე მაინც ვთვლი, რომ მენეჯმენტი და ეკონომიკა უნდა იყოს გამსაცვლელი და ის ხარდამჭერი ორგანო თანამშრომლების. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ საეთერო დრო ამოიწურა, ბუნებრივია ძალიან ფართო თემაა შრომის კოდექსი და არაერთხელ მოგვიწევს საუბარი უკვე მას შემდეგ, რაც მიიღებს საკანონმდებლო ორგანო, თან ღიად არის დარჩენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი და კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, რომ ამ თემაზე ვიმსჯელოთ. მე მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ დღევანდელი სტუმრები იყვნენ HR პროფესიონალთა გილდიის ხელმძღვანელი ლილი ბიბილაიშვილი და პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიევ. საუბრობდით შრომის კოდექსთან დაკავშირებით, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დღეს მეორე მოსმენით მიიღებს იმ სადაო მუხლებს, რომელიც იყო ღიად დარჩენილი. დიდი მადლობა, რომ გვისმენთ და დაბრუნდებით მომავალ ოთხშაბათს სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად.
თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. გადაცემის სპონსორია დივანი და კომპანია. შეგექმნათ პრობლემა იპოთეკართან, ბანკთან ან სხვა კრედიტორთან. იპოთეკარი გასახლებთ თქვენი ბინიდან. აგიბრუნებენ ვალს საადვოკატო ფირმა დივანი და კომპანია. პეკინის 11 2 36 56 01. დივანი და კომპანია.